ვინ მიაცუნცულებს თქვენს ენერგიას, ვინ გაკარგვინებთ ენერგიას და საერთოდ რა არის ეს ენერგია. ჩვენ გვაქვს დღეს მესამე დღე, ერთი იყო შესავალი დღე და მე მეგონი ორი დღე გქონდა, ხო, ხა მესამე პუნქტია იმისი თუ როგორ ვიყოთ კარგად ყოფნის აგვისტოს სერიიდან, ასე ვთქვათ, და დღეს მინდა რომ ენერგიაზე ვისაუბროთ. გუშინ რაღაც ვიდეო შემხვდა შემთხვევით და ლაპარაკობდა ერთი კაცი იმაზე თუ როგორ გვაცლიან ენერგიას, რაღაცა როგორ შეუძლიათ რომ ხელოვნურად ან უნებლიეთ ან სპეციალურად ან ხელოვნურად უნებლიეთ ადამიანებმა წაგვართვან ძალიან დიდი ენერგია და სერიოზული ზიანი მოგვაყენონ. მე ამ თემებში კარგად ვერ ვარკვევი ახლა ეს ვინ შეიძლება მიეწეპოს და ვინ რა შეიძლება წაართოს, მაგრამ სუფთად ყოფით დონეზე. რა თქმა უნდა, ხა ნეგატიურ ადამიანს რო შეხვდები, ელაპარაკები და წუწუნებს, მოდიხარ და ხარ დაცლილი. არის ადამიანი, რომელიც არ წუწუნებს, მაგრამ რო ნახავ შეხვდები და დაშორდები, ერთხელ მეორედ მესამედ ხვდები, რომ რაღაცა ენერგიისგან იცლები და ცუდად გნობ თავს. ხო, ბუნებრივია, რომ რაღაცა ან დისკომფორტი შეგექმნა ამ ადამიანთან. რასაკვირველია უნდა მოერიდოთ ესეთ ადამიანებს. მე ვიტყვი ჩემი საქმიანობის პოზიციიდან, რაც მე ვიცი და რასაც მე ვხედავ და მილიონჯერ მინახავს და გამიკეთებია, ეს არის ის, რომ ნახეთ ისევ და ისევ ეს კარგად ყოფნის ეს ესენი რა ქვია. საკითხები, რა თქმა უნდა, პუნქტები ჩამოთulis, რასაც ჩვენ ჩამოვთulit, რა თქმა უნდა, იკვეთება ერთმანეთთან. და რა თქმა უნდა, აქვს ძალიან ბევრი რამეში ერთი მეორეს ეხმარება, ამ პირიქით ის ამას, ანუ როგორ არის წრესავით არის მოკლედ, ერთი ზიანდება, მეორე მიყვება, ეს თუ გაკლია, ისიც გაკლია, ეს თუ გეზარება, ისიც არ გაქვს, ანუ რაღაცნაირად ერთმანეთზე არის აბმული ეს მიმართულებებს, ესენი რა ქვია, ჩვენი ცხოვრების რაღაცა ნაწილები, რომლებიც არის აუცილებელი ჩვენი კარგად ყოფნისთვის. აი მაგალითად ახლა ენერგიულობა რასაკვირველია პირდაპირ კავშირშია იმასთან, რაც აქამდე ვისაუბრეთ, მაგალითად მოძრაობასთან, ხო, რა თქმა უნდა პირდაპირ კავშირშია. მოძრაობას კავშირშია ენერგიულობასთან. თუ ხარ ენერგიული, გიხარია ვარჯიშიც და მოძრაობა, თუ არ ხარ ენერგიული, გეზარება. თუ ვარჯიშობ, ხარ ენერგიული, თუ არ ვარჯიშობ, არ ხარ ენერგიული. ანუ ერთმანეთთან ეს წრეკეთდება, ასე ვთქვათ რა. იგივე ვთქვათ, ვარჯიში, სეირნობა, ანუ მოძრაობასაც შეეხება ყველაფერი და სხვა თემების დავუშვათ ყვება, ეხლა თუ ნორმალურად იკვებები, მე არ ვამბობ ეხლა რაღაცა გრამობის და მილიგრამობით, მაგრამ თუ ნორმალურად იკვებები, ენერგიული ხარ, თუ არასწორად იკვებები და რაღაცა ცუდ საკვებს მიირთმევ, გეცლება ენერგია, ხო? ხო და მაინც აქ ესეთი აი ვთქვათ მოძრაობა, ენერგიულობა, მოძრაობა ეს ხო, წრერო იყრება. თუ ის არ გაქვს, არც ის გაქვს და თუ ის გაქვს, ისიც გაქვს. ამ შემთხვევაში ესეთი ჩაჭრის წერტილი, გადაჭრის წერტილი აი ამ წრის, რომ მეზარება, იმიტომ რომ ენერგია არ მაქვს, ენერგია არ მაქვს, იმიტომ რომ მეზარება. აქ არის და ეს ენერგიულობას მარტო მოძრაობა ხო არ არის, უამრავი მეთოდი არსებობს, თქვენ ენერგიით შეივსოთ, მაგრამ ისევ და ისევ ეს წრი არის მეზარება, იმიტომ რომ არ მაქვს ენერგია. ამის ესეთი ჩემთვის ამის ჩაჭრის მომენტი არის ისევ პიროვნული ზრდა. ის პირველი პუნქტი, რაზეც თავიდან ვისაუბრეთ. იმიტომ რომ მე ამ მეთოდით შემიძლია გამთავისუფლდე იმ ნეგატიური ენერგიისგან, რომელიც ხელს მიშლისო, თუნდაც ვიმოძრაო, ვისეირნო, ვარჯიშები გავაკეთო, ხო? ანუ რაღაცის გამო ხო არის ეს სიზარმაცე, ჰაერიდან არ მოდის სიზარმაცე, შეიძლება мотиваციის ნაკლებობა იდეაში, ხო? რაღაც мотиваცია არ გაქვს და ამიტომ შესაბამისად გეზარება. თორე რის мотиваციაც გვაქვს, რაღაც ჩვენ გულს ავსებს, სულს ავსებს, საყვარელ საქმეს ვაკეთებ მაგალითად, რაც არც არ გეზარება. და ენერგიაც გაქვს და ყველაფერი გაქვს. და ამ შემთხვევაში არის უამრავი საშუალება, ძალიან ბევრი უბრალოდ მარტივად რაღაცა შეკითხვებს დაუსვავ შენ თავს და ამ პასუხებს გაცემ და პასუხებს რო ხვდები, მე ეგ უკვე კარგია, შეიძლება ხა ბოლომდე არ მივიდეს პროცესი და ეგრევე არ წამოხდე და არ გაიქცე სავარჯიშოდ, მაგრამ ეგ უკვე კარგია. როცა მიზეზს ხვდები, რატო არ ვარჯიშობ. შეიძლება ეს მოდიოდეს რაღაცა უამრავი რამიდან შეიძლება მოდიოდეს. შეიძლება ეს იყოს იმის დავუშვათ მიზეზი, რომ არა უბრალოდ მიზეზი ამისი უენერგიობის თუნდაც და დანარჩენი ყველაფერზე უარისტმის იყოს ის, რომ რატომაც არ მაწყობს კარგად ყოფნა. ეს არის ყველაზე მთავარი, გაწყობთ თუ არა თქვენ კარგად ყოფნა. რატომ შეიძლება არ გვაწყობდეს კარგად ყოფნა? შეიძლება არ გვაწყობდეს იმიტომ, რომ რაღაც კეთება არ მინდა, რასაც მაკეთებინებენ, თუ მე ვარ კარგად.
იგივე ნებისმიერი სფეროს ეხება ეს როგორც საოჯახო საქმეებს, ისე პირად ურთიერთობებს, ისე ყველაფერს ეხება, ყველაფერში ხდება ესე, რომ შეიძლება ადამიანების უდიდესი უმრავლესობა ცხოვრობს უნდათი და ამ უნდაში სულ შესავალ გაკვეთილში ვისაუბრეთ ამაზე, გაკვეთილში კი არა ლაივში, როდესაც უნდას გამო ქალების 50% უფრო მეტი ადამიანს აქვს, ქალებს 50% უფრო მეტი დეპრესია, მეტად აქვთ დეპრესია, სწორედ იმიტომ რომ უნდათი ცხოვრობენ, ძალიან ბევრი უნდა აქვთ. და ეს უნდა ზუსტად იწვევს იმას, რომ იცი რა, მე თუ არ ვიქნები კარგად, ვერ ვებრძვი ამ უნდას, მოკეთ რა, არ შემიძლია ჩემი საზღვრების დაცვა, არ შემიძლია ვთქვა არა, არ შემიძლია დავიცვა ჩემი რაღაც პოზიცია, ხმასაც კი ვერ ვიღებ, ვერც ვამბობ ხმამაღლა, ან შეიძლება ვამბობ, მაგრამ არ მისმენენ. და ამ შემთხვევაში მერჩევნია ცუდად ვიყო, უენერგიოთ ვიყო და ვიტყვი რომ არ შემიძლია, ფიზიკურად როცა არ შემიძლია, ანუ შენ თავსაც ამართლებ, შენი თავის წინაშე გამართლებული ხარ, ნუ არ შემიძლია და რა გავაკეთო. ამ შემთხვევაში ძალიან მოხერხებულია, როცა ჩვენ არ გვაქვს ენერგია და რაღაცა არ ვართ კარგად და ასე შემდეგ. და ამ შემთხვევაში ნახეთ როგორ არის ასეთ დროს, ხო, მე ვუყურებ ცოტა სხვა სიღრმეებით, ეხლა ესე არ ვუყურებ, რომ უბრალოდ გაირბინოთ, ეხლა თქვენ აგეროშას დაარტყეთ 3 წრე და ენერგიული იქნებით. კი, იქნებით ცოტა უფრო მეტად ენერგიული, მაგრამ თუ თქვენ აქ არ გაწყობთ კარგად ყოფნა, ეს თქვენი ენერგიულობა ძალიან მალე უკან წამოვა და მიუხედავად იმისა, რომ დღეს ძალიან კარგად ხართ, იმიტომ რომ იარეთ, ხვალ მაინც არ მოხვალთ. ამიტომ ისევ და ისევ ყველაფერს ამას რატო არ გვინდა მოძრაობა, რატო არ გვინდა ენერგიულები რო ვიყოთ, რატომ არ გვინდა ჯანმრთელები ვიყოთ. ამის ყველაფერს სიღრმეები ისევ არის ქვეცნობიერში, ისევ არის საგვარეულოში, ისევ არის ჩვენში. და შესაბამისად, იმიტომ ამბობ, რომ პიროვნულის და არის ამის გადაჭრის და გადაკვეთის საშუალება. როგორც კი შენ გაერკვევი მიზეზებში, რატომ არ მაწყობს კარგად ყოფნა, რატომ არ მაწყობს კარგად ყოფნა და რომ გაერკვევი, ეს უკვე ძალიან ბევრს ნიშნავს და დაახლოებით 50% საქმეს გაკეთებულია უკვე. და მეორე 50% ნახეთ როგორ ხდება. მე რატო არ მაწყობს კარგად ყოფნა, მაგალითად, ისევ და ისევ მაგალითს დაუბრუნდები, ვერ ვამბობ უარს ვერაფერზე. მაკეთებიებენ უამრავ საქმეს, ან შეიძლება საქმეც არ არის, საქმესაც მაკეთებიებენ, მაგრამ კიდევ რაღაცებს მაკეთებიებენ ისეც, რაც არ მინდა, ძალიან მეზარება, ძალიან ჩემი არ არის, პირიქით გული მერევა ამის კეთებაზე, მაგრამ მაინც ვაკეთებ, იმიტომ რომ ნუ რა ვქნა. ამ შემთხვევაში თქვენ უბრალოდ უნდა ისწავლოთ საკუთარი თავის დაფასება და არას თქმა. ვერანაირი მოძრაობა, ვერანაირი ენერგეტიკული ვარჯიშები, ვერანაირი ენერგეტიკული სასმელები, ვერაფერი ამას ვერ შეგიცვლით. შეიძლება დააძალოთ თქვენ თავს, წახვიდეთ, კიდეც ივარჯიშოთ, კიდეც ენერგიულად იყოთ, სწორად იყვებოთ. მართლა, ნუ რაღაცა ჩერეს ძალის მეშვეობით, ანუ საკუთარ თავის ძალადობის მეშვეობით, გადატეხოთ ეს თქვენი წინააღმდეგ და მაინც გააკეთოთ. შედეგი იგივე იქნება, იმიტომ რომ თქვენ შიგნიდან არაფერი არ შეცვლილა თქვენში. სამაგიეროდ, როდესაც შიგნით ცვლით, როდესაც თქვენ თავზე მუშაობთ, პოულობთ იმის მიზეზს, რატო არ მაწყობს კარგად ყოფნა და სწავლობთ არასთქმას. ჯანსაღი ეგოიზმი შეგეყრებათ, ასე ვთქვათ, ამ მუშაობის პროცესში და ავადდებით ჯანსაღი ეგოიზმით. ისწავლით თქვენი საზღვრების დაცვას, არც მე გადმოვდივარ შენ საზღვარს და ნუ შენ გადმოხვალ ჩემ საზღვარს. ისწავლით იმას, რომ საკუთარ თავს მოусმინოთ და ის უნდა ნელ-ნელა მინდათი ჩაანაცოთ. თუნდაც დღეში ერთი უნდა, რომ ერთი მინდათი ჩაანაცოთ, უკვე ძალიან ბევრი რამეა. ანუ არ გააკეთოთ ის რისი გაკეთებათ არ გინდათ და გააკეთეთ ის რისი გაკეთებაც გინდათ. აი ესეთი ადამიანები ძალიან ხშირად იმასაც კი არ ამბობენ, ჩაი უნდა თუ ყავა. ან რაღაც ეს საჭმელი უნდა თუ ის საჭმელი. შენ როგორც გინდა, ანუ თურქული ყავა გინდა თუ რა ქვია, ხსნადი. შეიძლება მართლა სულ ერთი იყოს, ზოგჯერ არ მე ჩემთვის მაგალითად ზოგჯერ სულ ერთია, რომელიც კარგი გააკეთე, მაგრამ ძალიან ხშირად ამბობენ ხოლმე, შენ რაც გინდა, იმიტომ რომ აი თავის სულს არ გამოხატავს რა. აი შენ რომელსაც გაიკეთებ, მეც იმას დავლევ. ამ დროს შეიძლება მეორე უნდა. და აი ამ შემთხვევაში პიროვნული ზრდა არის როგორ გითხრათ, პანაცეა, რაღაცა აბიგლუკოზა და საერთოდ ყველაფრის წამალი, იმიტომ რომ ყველაფერი აქ იქნება, აქ იქნება და აქვე იმკურნება. ამიტომ თუ თქვენ ვარჯიშიც გეზარებათ და ეს კარგად ყოფნა კი გინათ, მაგრამ ვარჯიშიც გეზარებათ, ენერგიის აღდგენის უამრავი გზები არსებობს, ხო, ბუნებაში გასვლა, მედიტაცია, იოგა, ლოცვა, რა ქვია,
სპეციალური ენერგიული, სავარჯიშოების სპეციალური ენერგეტიკული რაღაცა წერტილების დამუშავება, რომლებიც სხეულს ეხმარება, რომ ენერგია აღიდგინოს და ძალიან ბევრია მოკლედ რა. ამის ნახვა ყველას შეგიძლიათ და ყველას მოძებნა ყველას თან უფასო მეთოდებია უამრავი, მაგრამ თუ თქვენ ამ მეთოდებს არ იყენებთ და ვერ იყენებთ, ესე იგი თქვენ არ გაწყობთ კარგად ყოფნა, თქვენ არ გაწყობთ რომ იყოთ ენერგიულები და მთელ ამ ლაპარაკში ყველაზე მთავარი ეს არის ხა, რომ თქვენ გააცნობიეროთ, გაწყობთ თუ არ გაწყობთ რომ იყოთ ენერგიული და იყოთ კარგად. თუ გაწყობთ, მაშინ კარგადაც იქნებით. კიდევ რატო შეიძლება იყოს ადამიანი უენერგიოთ და ეზარებოდეს ვარჯიში და ყველაფერი. ნახეთ, როდესაც ჩვენ ძალიან ბევრს მუშაობთ, ეხლა დაგუშინ დავიწყეთ ფინანსური კურსი, ქალური ფინანსური მოკლედ. ანუ იშრომე ცოტა და მიიღე ბევრი მოკლედ. ესეთი ლოზუნგი გვაქვს. ხო და აი ქალებს ძალიან ხშირად გვემართება ესეთი რაღაცა რომ მუშაობ. ეს თანხა მიდის რაღაცა სხვადასხვა საჭიროებში. მით უმეტეს, როდესაც ძალიან ბევრია ახლა სადაც ოჯახში მამაკაცები არიან, მაგალითად შედარებით უფრო უმოქმედოდ და ქალები აი რაღაცა 90-იან წლებიდან რაღაცნაირად აიმასქნა ეს, იმიტომ რომ 90-იან წლებში ძალიან გაჭირვება როცა იყო, მაშინ ქალებმა უფრო გამოიჩინეს უნარები, იმიტომ რომ როცა შვილებს შეიათ, ქალი არ ხდება ლომივით ესე რა. ხო და ამიტომ რაღაცა დაირღვა რაღაც წინასწარ. მოკლედ ბევრი ოჯახია, სადაც ქალების კისერგი ემიგრანტები, მაგალითად არა ემიგრანტები, ვინც აქ მუშაობენ, ბევრია ესეთი, რომ ქალის კისერზე გადავიდა ყველაფერი, ხო? და ნახეთ, თორე მუშაობ, შენ აკეთებ და გავიდა დრო და ამდენი შენი შრომის მერე ვერაფერს ვერ ხედავ. აი ფიზიკურად რამე შექმნილ შენსაც ვერ ხედავ, ეს ფული წავიდა ესე სადღაც, ხო? აი ამ შემთხვევაში შეიძლება გქონდეთ შინაგანი პროტესტი, სხეულს გქონდეს შინაგანი პროტესტი, არ დამასვენე, ერთი მასაჟი არ გამიკეთე, წამოწოლის საშუალება არ მომეცი, არ სადაც წამიყვანე, ჰაერზე არ გამიყვანე, არ მასეირნე, არაფერი არ გამიკეთე, საერთოდ მარტო მომუშავე ვირივით. მაშინ აღარ მინდა შენთვის მუშაობა, მირჩევნია და ავად ვიყო. სხეული გვიფრთხილდება ამ გზით. სხეული გვიფრთხილდება, ჩვენ ძალებს ზოგავს. ურჩევნია ცუდად ვიყოს, წამოვწვეთ ცოტა ხანი და თქვენ როცა ცუდად ხართ, თუ თქვენ თავს მიცემთ უფლებას და იტყვით, რომ იცი, იფიქრებთ, რომ აი ამ ცუდად ყოფნით მე რისი მიღება მინდა სინამდვილეში. თუ დასვენების მიღება მინდა, უბრალოდ ვეუბნებით თქვენ თავს, რომ მე გაძლევ შენ დასვენების უფლებას. აი 3 დღე დაისვენე, კი ბატონო, იყო ტრიალე, არაფერი არ გააკეთო, ფილმებს უყურე, ან წიგნი წაიკითხე, ეს გინდა ისქენი, ოღონდ 3 დღეში კარგად უნდა იყო. 3 დღეში კარგად იქნებით. მე არ ვლაპარაკობ ქრონიკულ დაავადებებზე, რაღაც მძიმე დაავადებებზე, იმას კიდე თავის ფსიქოსომატიკა აქვს და თავის მუშაობა უნდა. აი ვამბობ ჩვეულებრივ, ახლა ცუდად რო ხდება, წელი ამტკივდა, სურდო მაგ მგონი თავი მტკივა, რაღაცა გულმა წამფრხვლიტა და ფეხის ფრჩხილის წვერი მეტკინა და ასე შემდეგ. რაც მართლა გვტკივა, ტყილა კი არ ვამბობ, მართლა გვტკივა, იმიტომ რომ სხეულმა გადაწყვიტა დროა რომ შენ დაისვენო. ამ შემთხვევაში მიცემთ უბრალოდ თავს უფლებას რომ დაისვენოს და თან პირდებით რომ იცი რა მე დაგასვენოთ, თქვენ თვითონ ჯობს რომ დაასვენოთ, ვიდრე თვითონ მან დაგასვენოთ სხეულმა. მეორე ვარიანტია კიდე როცა არისვენებთ და გამოგელიათ ეს ენერგია და კანცი გაგწყდათ უკვე და მაგდანას ლურჯასავით სადმე ქუჩაში სანამ არ დაეცემით, არ ჩერდებით, შეიძლება დაკარგოთ სამსახური. საერთოდ შეამცირონ შტატები, ან საერთოდ გაუქმდეს თქვენი სამსახური თუ ბევრია თქვენაირი და ამ გზით დაждეთ სახლში, მაგრამ თქვენი ამბავი რო ვიცი, მაინც არ მოისვენეთ, მე სახლში დაიწყებთ უამრავი საქმის კეთებას კიდე და საბოლოო ჯამში ისევ ავადმყოფობამდე მივალთ მოკლედ. სიბერეში 40 წლის მერე, 42 წლის მერე, როცა ამდენი იცით რა, ყველა ადამიანს თვითაღდგენის უამრავი რესურსი აქვს, ძალიან კარგად შეუძლია აღიდგინოს თავის თავი. ოღონდ ამას ჭირდება ცოტა მიხმარება რა. მანქანაც ჩვენი ვერ დადის გზაზე, მაგრამ ბენზინი თუ არ ჩაუსხით ვერ ივლის. ხო და ეს თვითაღდგენის რესურსები ილევა, იმიტომ რომ რესურსი კი არ ილევა, აღარ ციკლურ წრეს აღარ ვაკეთებთ, ანუ მივეცი, მომცა, აღვადგინე, გამომადგა, აღვადგინე, მომეხმარა. ანუ ამას არ ვაკეთებ, მარტო გვინდა რომ სულ თვითონ ეს სხეულმა იმუშაოს, ყველას სურვილი შეასრულოს, ყველასთან კაი გოგო იყოს, ყველას მიეხმაროს, იმიტომ რომ მასთან რა ქვია, რამე ცუდი არ თქვან მასზე, იმიტომ რომ მარტო არ დარჩეს, იმიტომ რომ ეს რაღაც რაღაცები და ამ ყველაფერს ვკიდებთ ჩვენ სხეულს. რა ის სხეულის ძალების ხარჯზე მიდი, კარგი რა, ერთი სხეული გაქვს, ხო არა გაქვს.
ამიტომ არის მე ამდენი ავადმყოფობები, ამდენი სიბერეში, აბარა ავად უნდა იყო, აბარა სიბერეში რატო უნდა იყო ავად ვერ გავიგე, რა აუცილებელია ავად იყო, ხო, ეგრე ახალგაზრდობაშიც კი ავადმყოფობს ხალხი, ხო? არაფერი აუცილებელი არ არის. თუ შენ სიბერეში ფუნქციები გაქვს შენი, თუ შენ გაქვს საყვარელი საქმე და შენი ცხოვრება არ ხარ ჩამოკიდებული იმაზე, ვის როდის დაჭირდები, ვინ როდის დაგირეკავს, თან ფიზიკურად აღარ შეგიძლია, კი ყველას ეხმარები, რაღაც შვილიშვილებს, ყველას შვილებს, ყველას მხარში უდგახარ, ფიზიკურად აღარ შეგიძლია, უკვე მაგრამ მაინც აკეთებ, იმიტომ რომ გეშინია არ მიგატოვონ, გეშინია მარტო არ დარჩი. ამიტომ უნდა გქონდეს საკუთარი საქმე, იმიტომ რომ ადამიანებს მართლა ეს ბავშვის მოვლას უზარმაზარი ენერგია ჭირდება, ხო, ყოველთვის არ გაქვს ამის ენერგია, ასაკში უკვე აღარ გაქვს ამის ენერგია. ახალგაზრდა ამას ვერ გაიგებს, იმიტომ რომ ახალგაზრდას აქვს ეს ენერგია, მეც ვერ გავიგებდი ახალგაზრდობაში ამას, რომ ვთქვათ, ეხლა არ შემიძლია ბავშვი დიდხანს ვდიო, იმიტომ ფიზიკურად, მე ეს არის რა ქვია, როცა ბავშვი ეძლევა დედას და მამას, ხო, მათ აქვს შესაბამისი ენერგია. ასაკში შენ ეს ენერგია აღარ გაქვს, მაგრამ აი კანცის გაწყვეტამდე იძულებით აკეთებ მაინც ყველაფერს, იმიტომ რომ გინდა არ გინდა ვინმე საწყენინო, რატო უნდა ეწყინოს, რატო უნდა აწყენინო. ეს მოდის აქედან, ეს ჩვენ გუგონია რომ ეწყინებათ. როგორც კი შენ თავს აძლევ უფლებას, ხანდახან წამოწვე, ხანდახან დაისვენო, ხანდახან გაისეირნო, ენერგიასაც აღიდგენ. მშვიდადაც იქნები, ნერვებიც არ მოგეშლება და არც დანაშაულის გზნობა არ გექნება, იმიტომ რომ შენ მიეცი შენ თავს ამის უფლება და მაშინ არავინ არ დაგადანაშაულებს. არავინ მოგთხოვს ზედმეტს, თუ კი შენ მიეცი შენ თავს იმის უფლება, რომ მე ვიმსახურებ დასვენებას, მე ვიმსახურებ დასვენებას, კიდე ბევრ ამის სხვას. აი ენერგიულობაც ამაზეა მეგობრებო დამოკიდებული, როდესაც თქვენ ცხოვრობთ, ყველაზე პირველად მე არ ვიცი ხა ვის როგორ შეუულია ვის რაღაცა ეს უამრავ რაღაცებს ყვებიან ისინი გვაცლიან ენერგიას. მე ჩემი გამოცდილებიდან და ჩემი მსმენელების გამოცდილებიდან გამომდინარე ზუსტად გეტყვით, რომ როცა თქვენ დაამუშავებთ ან თქვენ შინაგან ბლოკებს და წინააღმდეგობებს, ერთი პირველი აი განსა ყველა სესიის მერე იქნება, ყველა სესიის მერე ხარ საოცრად თავისუფალი და ენერგიული. შეიძლება ენერგიული, შეიძლება ეს მთები არ გადადგა პირიქით, აი სიამოვნების ენერგიაში იყო და წამოწოლა გინდოდეს მაგალითად, ხო იგივე საგვარეულოა თუ სხვა რამ, მაგრამ ყველაზე მეტად იგრძნობა მაინც, როცა არის ენერგეტიკული წმენდების პრაქტიკები, 24 ნაბიჯი რასაც თქვი, როცა კონკრეტული აი ამ დანაშაულის გრძნობისგან, აი ამ მსხვერპლობისგან, შიშებისგან, სათითაოდ იწმინდები ყველა ამ ემოციისგან და რო ამთავრებ ამ ნებისმიერ სესიას ხარ აი ენერგიით სავსეთ ბედნიერიც ჩქებს და გადმოჩქებს ეს ენერგია. აი ეს არის ძალიან კარგი მაგალითი იმისი, რომ ამ ენერგიის აღდგენის წყაროები პირველ რიგში ჩვენშია. ამის მერე უკვე გინდა ისეირნე, გინდა ივარჯიშე, გინდა იმღერე, გინდა იცეკვე და რაც გინდა ის გააკეთე. იმიტომ რომ შიგნიდან თავისუფალი ხარ უკვე. აი ამიტომ ამბობ, რომ ყველაფერი, ყველა პუნქტი, რასაც ახლა მე ჩამოვთვლი და კიდე შემდეგ რასაც გავაგრძელებ, ყვება იქნება ეს თუ სხვა რამე. ყველა გადის პიროვნული ზრდის პრინციპებზე. ყვებაზე შემდეგზე ვისაუბროთ და იმასაც აქვე დავაანონსებ, რომ ყვება ისეთი თემაა, რომელშიც შემოკარგებო სულ რო ყველაზე რაც კი ყველაზე ეფექტური ის არის, რა ქვია, პროდუქტი და რაც ყველაზე სასარგებლო მეთოდია მომზადების და რაც ყველაზე მაგარი შეხამებაა პროდუქტების და საერთოდ რაც რაღაცა სუპერ-პუპერ რაღაც ყველაზე მაგარია, სულ რო ესე იყვებოთ, თუ თქვენ ყვების დროს და მომზადების დროს თავში ცუდი აზრები გაქვთ, ეგ თქვენი საკვები არანაირად არ გამოგადგებათ. ამაზე ვისაუბრებთ შემდეგში. გაუზიარებთ სხვებსაც ეს ვიდეოები, იმიტომ რომ მე მგონი ძალიან სასარგებლოა და ბევრისთვის უცხოა ეს თემები, ჩემთვის ახლა 19 წელი უკვე მუშაობ საკუთარ თავზე და ამიტომ შესაბამისად დამიგროვდა დიდი გამოცდილება, თორე ახლა მე სიბრძნეც კი არ ვაპროგრამეს და ესეთ გამოვირჩევი რამით, მაგრამ უბრალოდ გამოცდილება დამიგროვდა, კი ნაღამ ტელეფონი გადამივარდა და ამ გამოცდილებას გიზიარებთ და გაუზიარებთ ხებსაც, რომ ხებმაც მოისმინონ და გაიგონ ეს ხომ მარტივი რაღაცეები, ელემენტარულია, ეს არის ცხოვრების საფუძველი, ასე ვთქვა, ჩვენი კარგად ყოფნის საფუძველიც ეს არის, ცხოვრების წარმატების ყველაფრის საფუძველი ეს არის. და კიდევ რა მინდოდა მეთქვა? ხო, მეტი არაფერი დღეს სულ ეს იყო, რაც მინდოდა მეთქვა. ხალისიან დღეს გისურვებთ ყველას და რაც მთავარია, ტვინში როგორი აზრებიც გექნებათ, ისეთი იქნება თქვენი დღე, როდესაც დავდივარ, დილას გამოდივარ, ჩავიხო, დღეს არის ბედნიერი დღე, დღეს არის კარგი დღე, დღეს არის შემოსავლიანი დღე, დღეს ვარ ენერგიული, დღეს ვარ ყოჩაღი და ასე შემდეგ. აქ და აქ იცვლება მხოლოდ და მხოლოდ ყველაფერი.
ცხოვრება გარეთ არ იქნება, აქ იქნება და თუ თქვენ აქ და აქ ძლიერად ხართ, ვერანაირი გარეგანი ენერგეტიკული დაზიანებები, ყოველ შემთხვევაში ისეთ ზიანს ვერ მოგაყენებთ, როგორც ზუსტ ადამიანი შეიძლება მიაყენოს. შეიძლება რამე ზიანს აყენებს მაინც ადამიანს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ისეც ვერა, როგორც ენერგეტიკულად დაზუსტებულ ადამიანს. ენერგია მოდის ჩვენგან, იქნება ჩვენში, აქ და აქ. კარგად, მომავალ შეხვედრამდე გავზიაროთ სხვებსაც და შემდეგზე ვისაუბროთ კვებაზე, როგორც კარგად ყოფნის ერთ-ერთ საშუალებაზე.